ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. გაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეასი ჭინაოსთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამოშვიდობისა, როგორც ჩანს, ქართული ფეხბურთისთვის კრიზისული პერიოდის დაძლევა ჯერ კიდევ ნაადრევია. ნაკრებისა და ფედერაციის ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ ყველას იმედი გაუჩნდა, რომ წარუმატებელი სერია წარსულს ჩაბარდა, მაგრამ გუშინდელმა შედეგებმა ფეხბურთის მოყვარლებს ზოგს ცოტათი, ზოგს კი უფრო მეტად იმედები გაუცრუა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არგენტინელი მწვრთნელის კუპერის გაწვრთნილი ნაკრებისგან განსხვავებით ქეძბაიას შემადგენლობამ არც თუ ურიგო სტარტი დაიღო. მაგრამ ორი ფრე აქედან ერთი საკუთარ მოედანზე გულშემატკივრებს კმაყოფილების განცდას მაინც და მაინც არ აძლევს. უფრო მეტიც ფეხბურთის კრიტიკოსების ნაწილი ნაკრების თამაშით უკმაყოფილოც ჩანს, რასაც ვერ ვიტყვით ნაკრების მწვრთნელზე. მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ 100%-ით დაიხარჯნენ. თუმცა შეუძლებელია მოიგო, როცა ასეთ ყანაში გიწევს თამაში. არ ვიცი ამ მოედანს ვინ აკეთებს, მაგრამ ქართული ფეხბურთი და მისი ტრადიცია მეც იმსახურებს. აცხადებს თემურ ქეძბაია. ქეძბაიას ამ განცხადებას თავის მართლებაც უწოდეს, მაგრამ უფრო საინტერესოა ვისი მისამართით გაკეთდა ეს კრიტიკული განცხადებები, მხოლოდ სტადიონის ხელმძღვანელების თუ კიდევ ვინმეს. აქცევენ თუ არა ქართულ ფეხბურთს სათანადო ყურადღებას, რომელიც არც თუ ისე იაფი სიამოვნება. კარგი იქნებოდა ამ კითხვებზე თავად ქეძბაიას ან ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეპასუხოთ, მაგრამ მათ გადაცემაში მონაწილეობაზე უარი ერთხმად განაცხადეს. ვიპოვეთ თუ არა წარუმატებლობის მთავარი ფორმულა, ანუ მოედნის საფარი. ან ხომ არ დაგვავიწყდა ქართველებს ფეხბურთის თამაში. დღეს კითხვაზე პასუხს რა სჭირს ქართულ ფეხბურთს, ჟურნალ ლათიანის მთავარი რედაქტორი გიორგი გორგოძე და ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი გასცემენ. მე ვარ თეასი ჭინავა და თქვენ უყურებთ თოქ-შოუ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მაშასე თქვენ უყურებთ თოქ-შოუ არგუმენტებს და ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთზე და ჩვენ განცემის სტუმრები არიან ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი და ჟურნალ ლათიანის მთავარი რედაქტორი ჟურნალისტი ბატონი გიორგი გორგოძე. საღამოშვიდობისა ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. მართალია, ჩვენი გადაცემის ფორმატი არც თუ ისე მიჩვეულია ხშირად სპორტზე, კულტურაზე და სხვადასხვა თემებზე საუბარს, მაგრამ მერწმუნეთ ეროვნული ნაკრების ტკივილი, ეროვნული ტრაგედია, ასე ვთქვათ და საინტერესოა არა მარტო მამაკაცებისთვის, არამედ სუსტის სქესის წარმომადგენლებისთვისაც, იმიტომ რომ საქართველოში ფეხბურთი ისეთივე პოპულარულია, როგორც მაგალითად პოლიტიკა, ასე ვთქვათ. აქედან გამომდინარე, გუშინდელმა თამაშმა შეიძლება ითქვას დღეს სოციალურ ქსელებში, ვებგვერდებზე საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ამას მოყვა ის კომენტარი, რომელიც გაკეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელის მხრიდან და ყველაფერი ამას რომ გადავალოთ თვალი, სალაპარაკო ძალზე ბევრი დაგვიგურავდა. დავიწყოთ მას ასე. ელოდით თუ არა გუშინდელ შედეგს. ბატონ ბიძინა, მოდით თქვენგან დავიწყოთ. ველოდი გუშინდელ შედეგს და შემიძლია გითხრათ, რომ სვანი მქონდა დადებული ფრეზე და რატო? იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ თამაშით, რომელიც მე ვნახე საბერძნეთთან და რომელმაც რატომღაც გამოიწვია რაღაცა აჟიოტაჟი საქართველოში, განსაკუთრებით ჟურნალ გაზეთებში, მე ვფიქრობდი, რომ იმ თამაშით საქართველოს ნაკრები ვერ მოიგებს. არ იყავით კმაყოფილი საბერძნეთთან თამაში? არ ვიყავით კმაყოფილი. საბერძნეთი ხო არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, საბერძნეთი ხელწამოსაკრავი გუნდი კი, ევროპის ჩემპიონი იყო, ეს იყო 2004 წელს. ასევე მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა ამ მსოფლიო ჩემპიონატის, მაგრამ მე ვლაპარაკობ იმ თამაშზე, რომელიც აჩვენა საბერძნეთის ნაკრებმა, ჯერ ისე მსოფლიო ჩემპიონატზე თვითონ, იქაც აბსოლუტურად უსუსური გუნდი იყო და ჩვენთან შეხვედრაშიც ითამაშა ალბათ ერთ-ერთი თავისთვის ყველაზე უფრო უარესი მატჩი. აქ ამ შემთხვევაში მე არ ვლაპარაკობ მარტო მეტოქეზე. მე არ მომეწონა ის ფეხბურთი, რომელიც ითამაშა საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთში და ვერანაირი ოპტიმიზმის რაღაც ნიშანწყალი იქ მე ვერ გამოვიტანე. ასევე მეგონა რომ ისრაელის ნაკრები მოდით სანამ ისრაელზე დავდე ფრეზე. სანამ ისრაელზე გადავიდოდეთ, საბერძნეთთან თამაშის დროს ჩვენ აუთსაიდერებად ვითვლებოდით. სწორად ვამბობ? კი. აქედან გამომდინარე, რატო იყო მოულოდნელი? შედეგი ვითვებდეს გოლი გავიტანეთ, ბატონო ბიძინა. შედეგი არის კარგი. შედეგი არის ნამდვილად კარგი და ხა ბრმა უნდა იყო რომ ვერ მივხვდე ან ვერ დაინახო ის რომ ტაბლოზე დაიწერა საბოლოო ჯამში ერთ-ერთ. მაგრამ ფეხბურთი ცოტა სხვა რაღაცაა კიდე რა, გარდა იმისა, იმიტომ ალბათ თქვენი გადაცემის თემაც და იმიტოა სპორტის ნომერ 1 სახეობა. ხა მე ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანდა ბატონი გიორგი. კი, რა თქმა უნდა, ფეხბურთის გამო ომები იწყება ყოველთვის, ვთქვათ, და შერდება, ხო.
საფეხბურთო ომი ქვია მაგალითად გონდურასის და სალვადორის კონფლიქტს 70-იან წლებში. მართლა ომი დაიწყო საფეხბურთო თემით. ხო და ერთი გვერდით სამოქალაქო ომის და ლიბერიაში. მაგრამ აქ ერთი მომენტი მინდა მოვიყვანო, აქ ამ შემთხვევაში საუბარია ფეხბურთისადმი და რეზულტატისადმი დამოკიდებულებაზე ისეთ წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში, როგორც არის მაგალითად ჰოლანდია, ბრაზილია, არგენტინა, ვფიქრობ, რომ აი ეს ქვეყნები არ არის ხელწამოსაკრავი და თქვათ მათი მაგალითები ვიღაცისთვის უნდა იყოს ცოტა ხო, ალბათ ხო? დიახ. მეტი რო არ ვთქვათ. ეხლა ჰოლანდია მაგალითად წელს გახდა სოფლის ვიცე-ჩემპიონი. არაფერი არ წაუგია, დამატებით დროში ძლივს ესპანეთის ნაკრებმა მოახერხა მისი დამარცხება და რომ მოეგო ჰოლანდიას არც არ გაუკვირდებოდა და არ იქნებოდა ეს გიხარდებოდა რომ არა, მე არ გამიხარდებოდა, მე ესპანეთისკენ ვიყავ ვიცი. ამით თამაშით კიდევ რას პირასი აჩვენა. ხო, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ფაქტია რომ მეორე გუნდი გახდა მსოფლიო ჩემპიონატისზე და მოგება შეეძლო იმ თამაშის, ხო? მიუხედავად ამისა, პირველი დღიდან ჰოლანდიაში მთელი პრესა სპეციალისტები იოჰან კრუიფი, რომელზეც დიდი ავტორიტეტის ფეხბურთში პრაქტიკულად არ არსებობს, ხო? ამბობდნენ, აკრიტიკებდნენ ვან მარვიქს, ანუ გუნდის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ მან უარი თქვა ჰოლანდიურ ფეხბურთზე, ანუ თამაშობდა სხვა სტილით. უფრო დაცვითი, უფრო პრაგმატული თამაში და ამბობდნენ, რომ ეს ფინალის წინ, როცა კრუიფს კითხეს, რომ ვის გულშემატკივრობს და ვის მასაკია გამარჯვებას წინასწარ მეტყველებს, იმიტომ რომ ესპანეთში ცხოვრობს და ამიტომ თქვა შუათ კატალონიაში, ხო? მან თქვა, რომ ამ შემთხვევაში მე ესპანეთის ჩემი სიმპათიები არის ესპანეთისკენ იმის გამო, რომ მე ჰოლანდიელი ვარ, მაგრამ ეს ნაკრები არ თამაშობს ჰოლანდიურ ფეხბურთს. და კიდევ ერთი მან თქვა, რომ არ არსებობს იმაზე კარგი პროპაგანდა ფეხბურთის, რასაც თამაშობს ესპანეთის ნაკრები და ბარსელონა. კარგი. ფეხბურთის დაუბრუნდეთ ქართულ რეალობას, მოდით ესე ვთქვათ. ჩვენ არ ვთამაშობთ იმ ფეხბურთს. ეხლა რაშია ეს საქმე? ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს უკმაყოფილოები არიან. მე ხაზგასმით თქვა, რომ ჩვენზე და ჩვენ თაობაზე მე საკუთარ თაზზე შემიძლია თქვა, თავგადაკლული გულშემატკივარი საქართველოს ნაკრებს შეიძლება ორი არ ყავდეს. მე ყოველთვის ასე მგონია. ყველას ალბათ ასე გონია თვითონ თავის თავზე, ხო? ანუ მე არა ვარ ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან მოლაპარაკე კაცი. და ეს ჰოლანდიის მაგალითიც იმიტომ მოყვეს და ბრაზილიის მით უმეტეს რომელიც ყველაფერს იგებდა ჩემპიონატამდე და მაინც წაგინებდნენ და ლანძღავდნენ დუნგას, იმიტომ რომ ის ზუსტად იგივე მიზეზით ამბობდნენ რომ ეს კაცი არ ათამაშებს ნაკრებს თავის არც დაუმალავს სტილში. თვითონ განაცხადა რომ ის ანუ ეს არ არის ბრაზილიური ფეხბურთი. ეს რასაც მე უყურებ. ანუ მომთხოთ რასაც უყურებდი საბერძნეთად. ეს არ არის ქართული ფეხბურთი. ის ქართული ფეხბურთი, რომელმაც მე შემაყვარა საერთოდ ეს სპორტის ეს სახეობა, რომელსაც მე უყურებდი 70-იან წლებში, რასაც მე გავიზარდე და მე ვფიქრობ, რომ იმ თაობას, რომელიც მოესწრო დათო ყიფიანის, აი 10-იანი რო აქ ჟურნალი ბატონ გიორგის, მისი მეგობარი იყო უახლოესი დათო ყიფიანი და იმის ხათრითაა დარქმეული 10-იანი, ხო, პირველ რიგში. კი ბატონო. იმ გუნდს როცა უყურებდი, იმ ფეხბურთის ფეხბურთი როცა ნანახი გაგდა სტადიონზე იმას უყურე, ეს რასაც მე ხა უყურებ, ეს ფეხბურთი არ არის, ეს რა სხვა არის. კარგით, ვიდრე ბატონ გიორგი თქვენ მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენი არგუმენტები წარადგინოთ, მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენ გქონდა ძალიან დიდი სურვილი და მცდელობა ეროვნული ნაკრების რომელიმე ნებისმიერ წარმომადგენელი ან ფეხბურთის ფედერაციის ნებისმიერ წარმომადგენელი მოსულიყო და საკუთარი არგუმენტები განემარტა, მაგრამ რატომღაც სამწუხაროდ უარი მივიღეთ ჩვენ ფედერაციისგან საერთოდ უარი მივიღეთ, რომ დღეს კომენტარი არ გაკეთდება და არ მიიღებენ ისინი გადაცემაში მონაწილეობას, რასაც ძალიან მწუხვარ, იმიტომ რომ საინტერესო იქნებოდა მათი პოზიციების მოსმენაც. ბატონ გიორგი, თქვენ საკმაოდ წავიკითხები გქონდათ გუშინ პრესკონფერენციაზე, რომელიც შედგა კი ბატონო, რომელიც შედგა თამაშის შემდეგ, მაგრამ მე მაინტერესებს თქვენც გადაჭარბებულად გეჩვენებათ მოლოდინი ნაკრების მიმართ, რომელზედაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ. იქიდან გამომდინარე, რომ მოდით ესე ვთქვათ, ყველაფერი შედარებითი არ არის. არ შეიძლება, რომ ეს ნაკრები შევადაროთ იმ ნაკრებს, რომელიც იყო გაწვრთნილი კუპერის მიერ, ან კიდევ უფრო წინ. მე პირველად განსავლობას აუნიშნავ ფეხბურთში. მე წამიყვანა და თოვლში მატარა, დღეს ვიხსენებთ ეთერამდე, თოვლში მატარა, იმის რომ გააკეთებია ძალიან კარგი სიუჟეტი სხვა შორის. სასიამოვნოდ გამაგვირა. მადლობთ. მოდით დავწერთ რომ მიძინავთ ხარო ფსონ შავედი ფრეზეო. ეხლა ბიზნესზე ჩემი საფეხბურთო გემოვნება ძალიან ბევრი ამის შემთხვევა, მაგრამ ერთი განსხვავება მაქვს, რომ მე ფსონ საქართველოს ნაკრების თამაში პრინციპიალურად არ ჩავდივარ. რატომ? საქართველოს ნაკრებად ფსონს რო ჩავდივარ, ვერ გულშემატკივრობ ისე, როგორც მინდა ხოლმე ვიგულშემატკირო. აქ კიდე თქვენ ასეც უკვე ტრაგედია. ქართულ ფეხბურთს ტრაგედია არის თუ არა? ტრაგედია და ქართულ ფეხბურთში გრძელდება